გალტენ ტაგარტმა საქართველოს ზრდის პროგნოზი ეკონომიკური დააკორექტირა. საინვესტიციო ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-ით ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უახლესი შეფასებით ეს მაჩვენებელი 7.5%-ია. მაკუნა აბულაძეა პირდაპირ ეთერში. 6.8%-დან 7.5%-მდე საინვესტიციო ბანკი ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებს. დოკუმენტში სხვადასხვა გარემოებაზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის კონკრეტულ სექტორებზე, რომლებმაც მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ითქვა მთავარიც, რა დგას ახალი გაზრდილი საპროგნოზო მაჩვენებლის უკან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს სწორი და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მდგრადი ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ის სტაბილური და მშვიდი გარემოა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ ინვესტორებისთვის არის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებს ზრდის მიმართულებით აკორექტირებენ. ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.3%-მდე გაზარდა, ამიტომ გალტენ ტარგეტის ახალი პროგნოზი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. აღნიშნულის განმაპირობებულია მათ შორის ის პოზიტიური ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, საკმაოდ მაღალი ტენდენციები ფიქსირდება ექსპორტის ზრდის მიმართულებით და ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5 თვის მაჩვენებლებით საკმაოდ ძლიერია. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში შენარჩუნდება და გაგრძელდება. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. სულ ახალ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეს იმ ფონზე, როცა არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლების მიმართულებით დაკორექტირდა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს ის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოიხატება ისეთ წამყვან და სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, გადაზიდვები, მშენებლობა, წარმოება და ვაჭრობა. ეს თავის მხრივ ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ სექტორებში იქნება ახალი სამუშაო ადგილები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მოახერხდინოთ ჩვენი სამუშაო რესურსის ინტეგრაცია ახალ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ, განსაკუთრებით პირველს გამოვყოფთ, ეს არის ქვეყანაში სტაბილური ფონი, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას და დამატებით შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით და მეორე მხრივ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ეკონომიკის ნაწილში. ქართული ეკონომიკის სტაბილური განვითარების და სწორი პოლიტიკის ფონზე მოლოდინი არის, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გადაიხედება და ეს მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვი იქნება. გმადლობ, მაკუნა აბულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.